მოგესალმებით არსებული ატრიბუტიკით, მეგონი თქვენ თორას მიხდებით, რომ თემანდელი თემატიკა ეხება საერთო ზოგადად სპილენძის მიმართულებას, ხო? და მიმართულებაში რასაც გამოვიყენებ ფაქტიურად ჰელიოს სისტემაზე არის ორი მიმართულება, ხო? სპილენძი პლუს ეგრეთ წოდებული, აი გალვანიზირებული, ეგრეთ წოდებული უჟანგავი აი 304-იანი აი ეგ რა ბუხტა, ხო, რომელიც არის უშენიერესი ალტერნატივა იმისა, რომ თავმოყრა შეგვიძლია ჩავაყოლოთ მიწაში. მიწაში რატო? იმიტომ რომ აი არსებულ ობიექტზე, ხო, არსებულ პროექტში გვექნება სახურავზე აი იქ. წარმოწოს ხოლმე ესეთ დაშორებული მართულობები და ამას უბაში წარმოიდგინეთ, ხო, სპილენძის მილების ჩაყოლება მიწაში, იატაკქვეშაც არა, მიწაში. რომელიც გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ, ხო, სვიჩი ქვია, ხო, ეს გალვანიზაცია ნიშნავს, გალვანიზაცია საერთოდ არის პროცესი დაცვა. ამიტომ უნდა იყოს დაცული, აი 304-იანი, ხო, შვენიერი მიმართულება არის ეს არსებული ალტერნატივა და ალტერნატივა იმისა, რომ გადამის გარეშე იმათ ვიანად აი იქითა ფერდობზე გვექნება სახურავზე შემოდებული ჰელიოს სისტემა მიმართულება საკვებაში ჯერჯერობით უკვე ეს ბოლოში ნახავთ ამას ყველაფერს და აი ეს გამზადებული არის აი ეს აი კაი გამოყვინთავს ჩვენ იმაზე ამოყვინთავს ამოღოთ ქენაზე ფსში გავა იქ კედლის პარალელურად გავყვება და უკანა მხრიდან ზის კოლექტორებზე დაერთება განხორციელდება ასე მიმართულებაში მიმართულებას არ პრინციპში დაჭერილი მაქვს და ამასაში გამოყენებული რაცა და გამოყენებადი რაცა უпроსტորად აი ეს ერთ-ერთი კიდე მიმართულება მშვენიერესი მიმართულება იქნება თუნდაც კედელში ჩაღოლება ჯერ ესეთი იმიტომაა ამის მიმართულება მშვენიერესი და კაი ალტერნატივა იმისა რომ არის გადამის გარეშე ვინაიდან აი ეს არსებული უკვე ხარხი ხო ეგ იწოდებული უკვე კომპრესია ამას კი უკვე კომპრესია ხო ვინაიდან მაინც ხარხზე ვართ დამოკიდებული და არა შედუღებაზე შედუღება უკვე გარეთა ხო გარეთა ოფციები არის სამყაროში ისეაც გვაქვს შედუღებული სპილენძით სპილენძი არის მიმართულება რეზმო მაინც ხო ხარხი ეგ იწოდებული და ხარხის ჩაღოლება კარგად მოგეხსენებათ ხო რომ იატაკქვეშ არის ეგეთი რეზოლუცია გამორიცხული არის პრესი კი ბატონო აი პრეს ფიტინგები ესეც არის ეს მიმართულება მაგიტომაც მინდა გავაერთიანო აი პრეს მიმართულება ხო ეგრეთ წოდებული ოკეი პრეს ეგრეთ წოდებული სამკაპი სადაც არის ზუსტად EPDM ხო ამაზეც არის ძალიან ბევრი შეკითხვების ის მაგრამ სპეციალური ეს რეზინა არა ხო არსებული მიმართულებაში სარტელი ხო ეგრეთ წოდებული სალნიკი ჩვენ ენაზე ამას ქვია ოკეი ეგრეთ წოდებული ოკეი აქაც პოლიმერი არის რომელიც რა ვიცი დაზიანება გამორიცხული არის ვინაიდან მილივი იყოს დამუშავებული უკვე შედის და იპრესება ეს არის პრეს ხელთმაკ ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგი სპილენძის პრეს ფიტინგი ეს არის ჩვეულებრივი უკვე შედუღების მიმართულებაში ქარია დაკაცრად ბატია ცოტა შეიძლება მოღალობა არ ქონდეს გარეთა არსებული ჰიდრაულიკის ზადაღება ეს არის უკვე შედუღების ეგრეთ წოდებული სამკაპი ხო ეს ორი მიმართულება და კომპრესია რას ქვია ხო ეს რა თქმა უნდა თავისთავად შედუღება სახორციელებს არსებული აპარატი და ამას მერე უკვე საბოლოოჟამს დაუბრუნდებით და ის კომპრესია ხო აი კომპრესიის მიმართულება არის ორი მიმართულება აი ნახეთ ხო აი ხელთამაკ ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე მიტრიული აი ეს მეორე გამოსვლაზე ეს არის არასტანდარტული არის ითვლება არასტანდარტულ ხრახლებში ეს არის მიტრიული ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე სტანდარტული ჯვემიანი ხრახლი არის ჯვემიანი არის მეტრიული. აი მეტრიულზე ჩვეულებრივი არის ხრახლი, რაც ხრახლება, ამაზე ეს არის სტანდარტული ხრახლი. და მიმართულებაში გვაქვს ორივე ხო, ეგრეთ წოდებული უკვე ჯვემიანი, ხო, ჯვემებში აი მაგიტომაც არის სტანდარტული ეგრეთ წოდებული ფეხი აქ არის დაშორება ხრახლი ამიტომაც ეწოდება სტანდარტული მაგიტომაც გადის. ჩვეულებრივ შეგვიძლია ფიტინგზე გამოყენება. ამის აი ამასაც მშვენიერი მიმართულება სხვა შორის ეს არსებული მიმართულებაც არის დაწესდილი და ამასაც თავმოთ ვიღენებ ვინაიდან აი ესეთი კომპრესია სახით ვინაიდან სპილენზია ხო სპილენზი ეგრეთ წოდებული უკვე აი სარტყელი ისე აკვდება ჩვენ ენაზე ზეთ პრინციპში რომ მას რა ვიცი გაჟონის ალბათობაც გამორიცხულია მაგრამ ახლა ზოგადად იქ სადაც უკვე გჭირდება უკვე 100%-იანი გარანტია იმისა რომ ვინაიდან მაინც უკვე კომპრესიაზე ვართ დამოკიდებული რა თქმა უნდა შედუღება მე თვითონ მეკითხებით პრინციპში ეს მიმართულება არის კი ბატონო საკვებაში ამიტომაც ამას ვიხენებთ იმიტომ რეზერვების დაბოლოება ხო ეგრეთ წოდებული ხარხემით ისედაც პრინციპში უკვე ხარხით გამოდის და ეგრეთ წოდებული ამერიკანკებით დაბოლოებები ხორციელდება ხო არსებული მიმართულებაში კიდე ეს პატივცემული დივაისი რასაც ქვია უკვე აერატორი ხო ეს არის უბრალოდ ეგრეთ წოდებული პარის გამოშვება ხო ეგრეთ წოდებული უკვე ეგრეთ წოდებული არა პარის გამოშვება აი მონტაჟდება უკვე იქ ბოლო წერტილზე ხო ჰელიოს სისტემაზე მზის კოლექტორებზე მშვენიერი დივაისი არის რომელიც უძლებს დიდ ტემპერატურას და ეს არ ასხავს ხო ეს ავტომატიური ჰაერის გამოშვება და აერატორი სხვადასხვა მიმართულებაა ვინაიდან აერატორი შიგთავსი არის მოწყობილი ისე რომ გამოდენის პარს დიდ ტემპერატურაზე ხო არტება ატმოსფერო და მაგიტომაც ხო შვენიერი შეიძლება ის არის შვენიერი ვერ იქნება უბრალოდ ცუდი ვერ იქნება ასეთი წონის მიმართულება არის აი უჟანგავი მიმართულება კიდე ხოლო აქაც იგივე მიმართულება არის ხო ეს
ვიეგას მიმართულება არის და ვიეგას მიმართულებაში უშანდავი ეწოდება ეს ხო ეწოდება სამკლასშები და მეკლასშები ეს პრეს კლასიფიკაციაში იგივე მიმართულება არის აი ეს რაცაა სამკაპი ხო პრეს სამკაპი ეს პრეს სამკაპი უკვე პრეს აპარატით ხო ეს პრეს აპარატით უყურესა ეწოდება შეთავსი დაშვებული ეწოდებული სალნეკები ებრძვიან რეზინა რომელიც სანიტარული ნორმებით გამოიყენება თუნდაც წყალმარაგებაში არსებულ მიმართულებაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ უკვე, აი ეს ფიტინგი არის ზუსტად ესეთი სახით წარმოადგენს, ხო, ერთი მხარე შედის აი ეგ ეწოდებული უკვე ზუსტად ხელთ მაგიტომაც მაქვს ხო, ნიმუშის სახით, აი როგორ ხორციელდება ხო, მუხლი, ხო, ეწოდებული მუხლი და ეწოდებული ფიტინგი, ესეთი სახით უკვე წარმოადგენელი გვაქვს ხო, მუხლით უკვე ხორციელდება, ეწოდებული უკვე გადამაში უკვე ხორციელდება შედუღება, შედუღებას ახლა მოსაკი ესეთ რანაირად ხორციელდება და ბოლო ეწოდებული პროცესი იმათონა პრესია უბრალოდ ხახიანი და ბოლოება ხახიანი და ბოლოება ეს უკვე შედუღების სტატუსი არის ვინაიდან ერთ მხარეს გვაქვს არსებულ ნიმუშით თუ იმჟეროთ არის ეგ ეწოდებული უკვე ჯუიმი გარეთ ხახე მაგრამ 22 არის შიგნით შედუღება ეს არის ეგ ეწოდებული ფიტინგი ესეთი სახით ხორციელდება უკვე მისი დაბოლოება ეს არის შიგნით შიდა რა ქვია ხახი ჯუიმიანი გარეთ გამოსვლა 22 საინტერესო მიმართულებებია ხო აი არსებული უკიდეო ეს შეგვიძლია ზუსტად ის არსებული უკვე აი აი ბუხტაში არის გამზადებული პატიცემული და ძალიან მაგარი მიმართულება და ამას ზუსტად არსებულ მიმართულებაში თამად გამოიყენებ უკვე ამის მერე კედელში სადაც ჩაყვება ხო ვინაიდან უკვე დაწესვას არ ჭირდება ამას უმაშენაირად გადამის garaჟი გახორციელდება და უკვე ამო ორი გაბოლოება ერთ საკობეში იქნება ერთი უკვე მზის კოლექტორებზე ჩვენ ხელთაა ვინაიდან ხრანში რაღაცა რო პრინციპში დაშავდეს უკვე ზემოთაა და იმას ვხედავთ მიწის ქვეშ უკვე ამასობაში არსებულ მიმართულებაში მიწის ქვეშ ვერაფერს ვერ დავინახავთ ვერაფერს ვერ გავიგებთ კი დავინახავთ ავიქოთ მაგრამ ახლა ამის გაკეთება და გადაკეთება ეს განონიზაციას არის განხორციელებული კიდევ ვიზახი განონიზირებული ეწოდებული უჟანგავი აი 304-იანი მარკირებით მიერ გოფლებული თანაგა არა მილიონოსეთი არის დაცული არის ვინაიდან ის ვერანაირად ვერ დაშავდება თუნდაც მიწის ქვეშ რასაც ვერ ვიტყოდი სპილენზე განსაკუთრებულად ისაც განხორციელდება შედუღება ვინაიდან რანაირად იმუშავებს პეაში იმუშავებს იმნაირად რომ განონიზაცია რა განხორციელებული ვინაიდან ჩვენ უცებ ვადუღებთ ამერ ეწოდებული აქციაურ ხო ფენას ვაშორებთ და მასალა ფენას უბრალოდ განხორციელდება ჟანგიანობა გამოიწვევს მერე უკვე დეფორმაცია შეწევას უკვე შიგნით არეალის რასაც უკვე უკვე დიფუზია და საბოლოო ჯამს მაინც გავაპარებს ამიტომ არავითარ შემთხვევაში მიწის ქვეშ გადამა კიდევ ჯერ ვიზახი რომელიც განხორციელდება ზემოთ აი არსებული მიმართულებით ხო ეხლა არსებულ მიმართულებაში ერთიანად მაგიტომას მინდა გავაერთიანო რომ აი ორი მიმართულება ხო საჭრელიდან დავიწყოთ არის ხელს ეგრეთ წოდებული ხელის საჭრელი მილის და არის საუკუნეში ასეთ დევაისები სწორად პროგრესს და შეიძლება შვენიერად რატომაც არა ხო მილუოკის არის არსებული უკვე საჭრელი და შვენიერი დივა ისი არის დროში ვიგებ და მაგიტომ ხო არსებული მიმართულებაში რაც უნდა გჭირდებოდეს ეს არის დაშვებით რუსულ ეგრეთ წოდებული 3 პასტა 230 გრადუსიანი დაშვება გვაქვს წყალმარაგებაში გამოიყენება არსებული პასტა დაშვება და იგენერალით ეგრეთ წოდებული პრიპოი აღნიშნა უკვე ხო ეს 97 ეს ნიშნავს უკვე ცინკი და კუპრუმ 3 შერეული მინერალით რაც ნიშნავს იმას რომ ეს შემცველობა და ნაკლებობაში და წყალმარაგებაში ესეც გამოიყენება საუკეთესოებში საუკეთესო არის ეგრეთ წოდებული პრიპოები პასტა პრიპოები ეგრეთ წოდებული უკვე ასეთი ინსტრუმენტების garaჟში არსებულ პროცესების ჩატარება გამორიცხულია ვინაიდან აი თუნდაც აი არსებულზე ეგრეთ წოდებული გრადის იმაჯა ხო გრადის მოსვლა ხორციელდება ერთ ხელით უკაცრავად ხო აი შიგნითაც ხორციელდება და შიგნით ეგრეთ წოდებული აი ეს ფასკის მოხსნა არის აუცილებელი აი ეს შიგნითა ფასკის მოხსნა და გარეთაც ხო გარეთაც უნდა იყოს დამოვალებული აი არსებულ მიმართულებას აი ესეთი სახით წარმოადგენს წარმოქმნის რატომაც არა ხო ვინაიდან არსებული დამუშავების garaჟში როცა პასტას წავუსმეთ არსებული ფიტინგის შესვლის შემთხვევაში ეს პასტა ეგრეთ წოდებული ფრუზი ჩვენ ენაზე ფრუზი პასტა კი ბატონო მოშორდება და მოშორებას გამოიწვევს იმას რომ შედუღება არ განხორციელდება ამიტომ ხო ყველაფერს შეიძლება თავისი თანმიმდევრობა ეგრეთ წოდებული აი ეს არის სპეციალური ეგრეთ წოდებული ხო სპეციალური არა ეს შეიძლება გამოვიყენოთ და ჩვენ რაც ვიყენებთ მე ხა სპეციფიკური არის კი ბატონო ეგრეთ წოდებული ნაჟნაშტა ხო შკურა ხო შეიძლება თავამათი შკურა რომელიცაც აი ეს ეგრეთ წოდებული აქტიური შორდეს არსებული უკვე დივაისა და თქვია ხო სახეხი აი ეს არსებული შემდეგ ესეთ სახით
მუშავდება შიგნიდანაც, ვინაიდან ამაზე არ უნდა ვიფიქროთ, ასული გაზარებულის ვინაიდან კიდევ ბატონო არის მასა. რეზოლუცია ესეთი რომ შიგნით თურმე მეთქმა შესაძლოა გაუხსნელი არის დაცული, არ უნდა ვიფიქროთ ხო ამაზე, სად იყო დაალაგებული, სად იყო ის კომპლექტი, საიდან იყო ის კომპლექტაცია ჩამოტანილი, ამაზე როგორ ვიტეხოთ თავი და ვამუშავოთ ხო წამიერი არის ეს მმართველობა, მაგრამ გვექნება უკვე 100%-იანი გარანტირებული. რაც შეეხება არსებულდება ის ეგრეთ რო ხო მიმართულება ეს უკვე მშვენიერი მიმართულება გვექნება კიდე ჩართული ესეთი სახით კიდე ჯერ ვიზახი უკაცრავად რომ ცალი ხელით ორი მიმართულება ერთი ჩვენი როგორც გრჩევია რა ვიცი დრითის მესიამოვნებას ვიღებთ ხო ჩვენია და ეს არსებული დივაისიც ხო მასობაში ესეთი მიმართულებით კედლსაც არ დავწვავთ შეგვიძლია ესეთი მიმართულებით აი კედლსაც არ დავწვავთ არ იქნება მისცემა ვინაიდან ტემპერატურას არ ატარებს გარეთ ახარეს აი აქეთ ახარეს არ ატარებს ამიტომაც პირველი დივაისი ეს არის ეგრეთ წოდებული გარელკა მას ჩვენ კი ბატონო უკვე გაზი პროპანი რატომაც არა შესაბამისი ტემპერატურის დაშვებით 230 გრადუსზე ქმნის ამ ტემპერატურაზე ჩვენი სპინაში არის ეს ელექტრო მიმართულება იმიტომ იქნება და მშვენიერი იმიტომ გვაქვს რომ ამასობაში იქ სადაც აი თუნდაც ხო ასე დეკორატიული გვაქვს და იქ განსაკუთრებულად სადაც ხო ხის მასალა შეიძლება იყოს ამასობაში ხო გვაქვს მიმართულება იმისა რომ კედელი აზავაზიანო და დეკორატიული ამასობაში სილამასაუტური არის ამიტომ ასეთი სახით ხო მივადებთ და სადაც 15-20 წამში ხო მიმართულებით ვადუღებთ ესეთი ხელსაწყო არის მშვენიერი ხო როტენბერგის 2000-იანი 2 კილოვატიანი მშვენიერი ხო ეს მივადეთ მილი მოხდა ეგრეთ წოდებული უკვე ინდუქციით ხო აი ესეთი სახით პრინციპში ხორციელდება შედუღება გავრცელდა ტემპერატურა ინდიკაცია დაგვანახა არსებულმა პასტა ხო ის გარდაიქმნა ეს პროცესი და ამიტომ შემდეგ უკვე ვიღებთ ეგრეთ წოდებული ტემპერატურის გალას ვადებს ზომიერად ხო ნაკლებობაში არ უნდა იყოს ამიტომ უნდა იყოს ზომიერებაში ამიტომაც ხო აუცილებელი ვინაიდან უკვე ტემპერატურა უნდა იყოს ყოველთვის უკვე მიღებული ხო არ უნდა გვეშინოდეს თამამად არ უნდა გვეშინოდეს ამიტომ უნდა ქონდეს წარმოდგენა ანუ ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და მაგიტომაც იმიტომ რომ არ გაცხელება ნიშნავს იმას რომ არ განხორციელდება შედუღება 100%-დან პირიქით ხო გადადუღებაც ამასობაში გამოიწვევს იმას რომ გამოიქოლება ეს არსებული უკვე პასტა და არ მიიღებს ეგრეთ წოდებულ პრიპოვის ან პირიქით ხო არსებული პასტის ჩარეშე განხორციელდება შედუღება და პრიპოვის დატოვება ხო კალის დატოვება სპილენზე მატონდა სპილენზთან კიდე დაშვებული არის სხვადასხვა თქვენ წარმოიდგინეთ არსებული პასტის შედუღება სპილენზის მატონდა ესეთი სახით თქვენ წარმოიდგინეთ შედუღებას განხორციელებს დაშვებული არის კი ბატონო მხოლოდ პასტით რაც პრიპოვის გარეშე მაგრამ ამასობაში მილიონი პროცენტიანი გარანტია თუ ჩერდება არის არსებული მიმართულება რასაც ქვია უკვე ეგრეთ წოდებული კალა უჩეჩები თავის ნაბორში ყველაფერი და მაგიტომაცაა ხო კიდევ ჯერ ვიზახი ჩვენის პირო საინტერესო და საინტერესო ასე პროცესი ჩერდება ასეთი ყველაფერი არ გამოგვიგონოს ეს პირველი საბოლოო შედეგი მზის კოლექტორები და საკვები ხო საკვები აი აქანე რაც გვექნება და ეს ასეთი მინიატურული სათვები ძალიან ბევრი გვექნება მე არ მეზარება ვისაც გაინტერესებთ აგერა პატივცემულო დღევანდელი ამის მიმართულება არსებული უხსნელად ვიდეო როლიკის მიმართულებას იქნებოდა სპილენზე ეცოდებული უშანგავი ამას დავარქვენ ხო მე ნომერ პირველ ალტერნატივ მიმართულებას იქ სადაც კიდე ჯერ ვიზახი განახორციელოთ უცხოეთი მიმართულება და 100%-იანი გარანტირებული პირდაპირ სახურავზე არსებული მილი რომელიც იმუშავებს გარანტირებულად წარმოიდგინეთ ხო ჯერ ეს მისი სიტკე და ეს ზუსტად პროცესი კიდე ჯერ ვიზახი გალვანიზაცია რაც ნიშნავს ჩვენ ენაზე და თქვენ ენაზე იმას რომ არის დაცული 100%-იანი გარანტირებულად მილი როგორც მოხდის კეთილი და პატივოსანი მომვა შეხვედრამდე